რა ვიცი ვინ აღარ გამოიხმაურა კარგად თუ ცუდად, მაგრამ ფაქტია რომ ამას ეფექტი ჰქონდა და ეს მნიშვნელოვანად არავინ ველოდი ამას გარკვეულწილად და ამიტმა ეს განაპირობა. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ გადატანილი მნიშვნელობიდან ამიტმა შეიძლება ბევრი რამე შეცვალოს, ხო? ამიტომ ჩვენ არ ვიცით როდის გამოიშლება ეს რეჟიმი და თავარია რომ ჩვენი ბრძოლა და ჩვენი წინააღმდეგობა გაგრძელდეს და როგორი მოულოდნელიც იყო გუშინდელი დღე და მისი დასასრული და ის მუხტი და ის ენერგია და ერთიანობა შეიძლება ზუსტად აი ასევე ძალიან მოულოდნელად ერთ დღესაც მივიღოთ ის შედეგი, რისთვისაც ვიხდით. თავარია რომ ერთიანად შემართებით ჩვენი წინააღმდეგობა გავაგრძელოთ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღესაც აქ ხართ, ვინც ყოველდღიურად აქ იყრიბებით. მეორე საკითხი დღეს როგორც იცით იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დილიდან პატიმრების ოჯახის წევრები შევწვით ელენე. იყო გაიმართა ესე იგი მშობლების აქცია, კონფერენციას აწყობდნენ ეგრეთ წოდებული მოსამართლეები, მავნებლების ჯგუფი და მშობლებმა ცხადია პროტესტის კერა მოაწყეს და შესაბამისი შეძახილებითაც შეამკეს ეს ადამიანები, მათ შორის იქ იყვნენ მედიის წარმომადგენლები და სხვათა შორის ჩვენთან გასაკვირად იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელიც. საზოგადოებრივ მაუწყებელმა მოამზადა სიუჟეტი, სადაც თვითონ ოჯახის წევრები მათ შორის საუბრობდნენ იმ მოთხოვნებზე, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სულ რამდენიმე დღის წინ წაუყენეს და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ეს იყო ეთერის დათმობა. ის რომ ოჯახის წევრები თვეებია უკვე ითხოვენ საზოგადოებრივ მაუწყებლისგან ეთერს, პირდაპირ ეთერს და ხანგრძლივ დროს იმისთვის რომ თავიანთი სიმართლე თქვან და თავიანთი სათქმელი გააჟღეროთ. ჩემდა გასაოცრად ეს მათი სათქმელი მოთხოვნა ამ შემთხვევაში იმ სიუჟეტში მოხდა. ესეთ ჟურნალისტი იყო ხატია ჯამალაშვილი, სპეციალურად ჩავიწერე მის სახელს და გვარი, რომელიც დაგვპირდა რომ კიო ამ სათქმელსო სიუჟეტშიო ესო მოხდებაო და მოკლედ რაღაც ფრაგმენტებად არ დავჩერითო და სპეციალურად ვუყურე და მოკლედ კეთილა ქერაშვილი, რომელიც აშხერებდა ამას, რომელიც საუბრობდა მათ მოთხოვნებზე, მოკლედ აჩვენეს და სრულფასოვნად იყო მოკლედ ამ სიუჟეტში ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ის ნაწყვეტი გაშღერებული, იმიტომ რომ ხანგრძლივი დროით ლევან მურუსიძეც საუბრობდა და ამ კაცს უბრალოდ ვერ უსმენდი. მაგრამ ეს სათქმელი ითქვა და მნიშვნელოვანია რომ ეს სათქმელი აქაც ვთქვათ, როგორც იცით ახალ შენობასთან ოჯახის წევრებმა მოითხოვეს და წერილით შეაგზავნეს თინათი ბერძენიშვილის სახელზე, სადაც ითხოვდნენ ერთი მხრივ ეთერს და მეორე მხრივ სასამართლოების სრულფასოვან გაშუქებას. ამ მხრივ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს პრივილეგია და შეუძლია ეს გააკეთოს, ამიტომ ეს ორი მოთხოვნა რჩება ძალაში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან და მისი ხელმძღვანელობისგან არანაირი გამოხმაურება ამ დრომდე არ ყოფილა, ბევრი ამბავი მოხდა იცით და გარკვეულწილად ეს ამბავი თითქოს ჩაიკარგა, მაგრამ ჩვენ გქონდა დღესაც კომუნიკაცია, მე და თაკო ვიყავით იქ ოჯახის წევრებთან და ამას გაგრძელება ექნება მომდევნო კვირაში. ჩვენ კიდევ დავაანონსებთ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება აქცია ახალ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ეს იქნება სამუშაო დროს, რომ სამუშაო დროს მივიდეთ და მოვითხოვოთ მათ შორის შეხვედრა ხელმძღვანელობასთან და მოვითხოვოთ რომ ეს მოთხოვნები უპირობოდ დაკმაყოფილდეს. ჩვენ მივახციათ იმას, რომ ეს მოთხოვნები გარკვეულწილად დაკმაყოფილდა მაღაროელებისთვის, მაღაროელებს დაეთმოთ ისეთები, თუმცა არასაკმარისად და ამაზეც ვიტყვი, სტუდენტებისთვის ის ერთთვიანი რაღაცა პერიოდი გქონდა, მაგრამ ვერ მივახციეთ, რომ ოჯახის წევრებს დაეთმოთ ეთერი. ამიტომ ამისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და მომავალ კვირაში ჩვენ უკვე წინა შემთხვევაში ამას არ ვასაჯაროებდით, ამას უკვე საჯაროდ ვიტყვით, ხმამაღლა ვიტყვით და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბევრი ადამიანი მივიდეთ პატიმრების ოჯახებთან ერთად და მოვითხოვოთ ეს ეთერი. ეს მეორე საკითხი. მესამე, როგორც იცით,
ჭიათურაში პროტესტი გრძელდება, იქ ჩვენ თანამებრძოლები, ჩვენი მეგობრები, მაღაროელები არიან დაჭერილები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც იმ ინციდენტში საერთოდ ახლოსაც არ იყვნენ, ამიტომ აქედან კიდევ ერთხელ ჩვენი სოლიდარობა ამ არხზე, მათ შორის იყო კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ცხადია პროპაგანდას აშხერებდა და ახმოვანებდა და ტყუილებს საუბრობდა. აქედან გამომდინარე, მათ შორის მაღაროელების სურვილი არის და მათ გამოთქვეს მზაობა, ეს თვითონ დაწერეს თავიანთ გვერდზე და ამიტომ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ ხმამაღლა გავაშერო, თვითონ გამოთქვეს მზაობა, რომ ნებისმიერ ფორმატში და თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას აკეთებს და ცალკე უქმობს დროს კომპანიის წარმომადგენელს, ისინი მზად არიან, რომ კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დასხდნენ და სამართლებრივად გაარჩიონ ეს საკითხი. ვაკო ნაცვლიშვილი გამოიხმაურა ამ ამბავს, ჩვენი მეგობარი და თუნდაც მასთან ერთად, რომ გაარკვიონ ეს საკითხი და პირისპირ დასხდნენ და ეს არ იყოს ცალ-ცალკე. ყოველთვის დისკუსიას და დებატებს ეთხოვდნენ ესენი, მაღაროელები ამისთვის მზად არიან და შეუძლიათ, რომ ეს გააკეთონ, ამიტომ ჩვენ ცხადია ამ მათ მოთხოვნას და სურვილს უერთდებით და აქედან ვეხმაურებით ამას. ამიტომ ჩვენი პროტესტი და ჩვენი წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე გრძელდება, აქ არ არსებობს პრიორიტეტები და რაღაცა მიმართულებები, ხარისხობრივად დახარისხებული ჩვენთვის ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ცხადია პოლიტპატიმრები და ამ პოლიტპატიმრებში ეს სია სამწუხაროდ იზრდება და ამიტომ ჩვენი ერთად დგომა არის ერთადერთი გამოსავალი. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გუშინ იყავით, უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დღეს ხართ, ხვალ იქნებით, შეგვიძლია დავიძრათ ეხლა რუსთაველისკენ და მარშით შევეგებოთ ჩვენს თანამებრძოლებს. დიდი მადლობა. მან დამიჭირა რუკორი და შევცვალეთ როლები, თუმცა მას მე არ გავუდგოდი. არ იქნება სამართალი. არ იქნება მშვიდობა. არ იქნება სამართალი. არ იქნება მშვიდობა. როგორც ჩანს, ყველა თავის საკრებს გააკეთებს და ეს შეეცადა. სამართალი. არ იქნება მშვიდობა. ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე ჩვენ ამიგნებით ოლიგარქიას ვიწყობ დემოკრატიას ჩვენ ამიგნებით ოლიგარქიას ვიწყობ დემოკრატიას თავისუფლება მედიას პირველი არხი შვედია Boycott Isos! Boycott Isos! Boycott Isos! Boycott Isos! Arca cerdeva, ხალხის მდინარე! ქვეყნის გულიდან გამომდინარე! Arca cerdeva, ხალხის მდინარე! ქვეყნის გულიდან გამომდინარე! Მოусმინეთ ხალხის ხმას! ხალხი ითხოვს სამართალს! გაშუქეთ სიმართლეს! სიმართლე! გაშუქეთ სიმართლე! სიმართლე! სამდეადის ეს სიმართლე! ბოლომდე! სიმართლისთვის ბოლომდე! ბოლომდე! ხალხი ითხოვს სამართალს! სამართალს! ხალხი ითხოვს სამართალს! სამართალს! ერთმანეთის მხარ-დამხარ! მხარ-დამხარ! მოვიპოვებთ სამართალს! 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 უსამართლო
Სიმართლისთვის ბოლომდე სიმართლისთვის ბოლომდე დიდება დემოკრატიას დიდება დემოკრატიას დაკანონებულ უსამართლობაში პირველი არხი ჩვენია თავისუფლება მედიას გააშუქეთ სიმართლე გააშუქეთ სიმართლე ხალხი ითხოვს სამართალს ხალხი იმსახურებს სამართალს დიდება დემოკრატიას დამხობა ოლიგარქიას დიდება დემოკრატიას დამხობა ოლიგარქიას დაკანონებულ უსამართლობაში დაკანონებულ უსამართლობაში გარდაუვალია გამარჯვება ხალხია ძალა ერთობაშია გამარჯვება ხალხია ძალა ერთობაშია ხელოვნება ცოცხალია და გითმოხეა ხელოვნება ცოცხალია და გითმოხეა ყველგან მილიცია ყველგან მილიცია ყველგან მილიცია ყველგან კორუფცია არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ გვექნება სამართალი არ იქნება მშვიდობა ძალებს სოლიდარობა ქალებს დიდება დემოკრატიას დამხობა ოლიგარქიას დიდება დემოკრატიას ხალხის ფეს ხალხის ფეს ხალხის ფეს არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეში ნარდეს უსამართლო სასამართლო ხალხის ძალის გეში ნარდეს გვახსოვს ტერორისტები გათავისუფლებული გვახსოვს ტერორისტები გათავისუფლებული გვახსოვს სრულმოწმეები გვახსოვს სრულმოწმეები გვახსოვს სრულმოწმეები გვახსოვს სრულმოწმეები საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუშველი საკუთარი ერის მტერი არ დარჩება დაუშველი საქართველო ათასი არჩევი საქართველო ათასი არჩევი
გამარჯვება ხალხშია Salvaetobashia, გამარჯვება ხალხშია Salvaetobashia, ხალხის ბეჭდ Salchit Fleck, ხალხის ბეჭდ Salchit Fleck, ხალხის ბეჭდ Salchit Fleck, უსამართლო სასამართლო Salchit Geshinote, უსამართლო სასამართლო Salchit Geshinote, მოусმინეთ ხალხის ხმას Salchit Samarkals, მოусმინეთ ხალხის ხმას Salchit Samarkals, დამხობა რეჟიმს Თავისუფლება თქვენს, დამხობა რეჟიმს Თავისუფლება თქვენს, სლავა უკრაინი Heroem Slava, სლავა უკრაინი Heroem Slava, დიდება საქართველოს დიდება გმირე, დიდება საქართველოს დიდება გმირე, გამარჯვება უკრაინას გამარჯვება, გამარჯვება საქართველოს გამარჯვება, გამარჯვება ხალხშია Salvaetobashia, გამარჯვება ხალხშია Salvaetobashia, არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება სამართალი არ გექნება მშვიდობა, მოусმინეთ ხალხის ხმას ხალხი ითხოვს სამართალს, მოусმინეთ ხალხის ხმას ხალხი ითხოვს სამართალს, ერთმანეთის მხარდამხარ ხარ და ხარ, დაიბრუნებთ სამართალს სამართალს, კიდევ უფრო ხმამაღალ მაღლა, დაიბრუნებთ სამართალს სამართალს, საქართველო დაკი აჯანყი, საქართველო დაკი აჯანყი, სიმართლისთვის ბოლომდე ბოლომდე, სიმართლისთვის ბოლომდე ბოლომდე, ყველგან მილიცია აშა სამართალი, ყველგან მილიცია აშა სამართალი, არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა, არ გვექნება სამართალი არ გექნება მშვიდობა, უსამართლო სასამართლო ხალხი ძალის გეშინოდე, უსამართლო სასამართლო ხალხი ძალის გეშინოდე, მოусმინეთ ხალხის ხმას ხალხი ითხოვს სამართალს, მოусმინეთ ხალხის ხმას ხალხი ითხოვს სამართალს, გაშუქეთ სიმართლე სიმართლე, გაშუქეთ სიმართლე სიმართლე, სამდეადის ეს სიმართლე ყოველ დღე, სიმართლისთვის ბოლომდე ბოლომდე, სამდეადის ეს სიმართლე ყოველ დღე, სიმართლისთვის ბოლომდე ბოლომდე, ჩანამიჯნებით ოლიგარქია ვიხოთ პირდაპირ დემოკრატია, ჩანამიჯნებით ოლიგარქია ვიხოთ პირდაპირ დემოკრატია, დაკანონებულ უსამართლობაში გამარჯვება გარდაუვალია, დაკანონებულ უსამართლობაში გამარჯვება გარდაუვალია, ხმას ვაჟღერებთ ხალხის ნაბის და ჟამბი ცვილებები, ხმას ვაჟღერებთ ხალხის ნაბის და ჟამბი ცვილებები, დამხობა რეჟიმს თავისუფლება თქვენს, დამხობა რეჟიმს თავისუფლება თქვენს, ხალხის ბეჭდ ხალხი თქვენს, ხალხის ბეჭდ ხალხი თქვენს, ხალხის ბეჭდ ხალხი თქვენს, თავისუფლება თანასწორობა სოლიდარობა თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, თავისუფლება თანასწორობა სამართლიანობა თავისუფლება,
თანასწორობა, სამართლიანობა. ცეცხლი ოლიგარქია! ცეცხლი ოლიგარქია! ცეცხლი ოლიგარქია! ცეცხლი ოლიგარქია! ხალხის ბეჭდ! ხალხის ბეჭდ! ხალხის ბეჭდ! ხალხის ბეჭდ! ხალხის ბეჭდ! ხალხის ბეჭდ! მადლობა! სულ ერთი წამით პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც აქ ხართ, ვინც გუშინ იყავით, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებით გააქტიურებულები არიან ტროლბოტები და მთელი მათი ეს ქარხანა და ამუშავებული არის პროპაგანდა, როგორცაც გუშინდელი დღე ძალიან მოხდა და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აბსოლუტურად ჩვეულებრივად რაღაცა დიდი მუხტით და დიდი მოტივაციით არ დავიძარით, მაგრამ შუა პროცესში აი ამ ამინდმა განაპირობა ჩვენი შემართება, ჩვენი მუხტი და აბსოლუტურად სხვანაირად, სხვა ენერგიით, სხვა მუხტით, სხვა მოტივაციით მოვედით აქ და აქაც სხვა მოტივაციით დახვდა ხალხი. ამიტომ ერთი მხრივ თითქოს ეს ამინდი პირიქით დემოტივაციის წყარო უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა, ამიტომ გადატანითი მნიშვნელობით ეს ამინდი შეიძლება იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობის და მთავარია რომ ჩვენი წინააღმდეგობა გაგრძელდეს და ამინდით შეიძლება შეიცვალოს და აბსოლუტურად მოულოდნელად როცა ჩვენ არ ველოდებით გადაწყდეს რეჟიმი და მივახციოთ იმ შედეგს, ვისთვისაც ჩვენ ყველანი ვივწვით. მაგრამ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიყოთ აბსოლუტურად ერთიანები და დავინახოთ ერთმანეთის ტკივილი, დავინახოთ ერთმანეთის გასაჭირი და ვიყოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები, ხო? ჩვენ რასაც ვცდილობთ არის რომ ზუსტად ყველას მიმართ თქვათ გამოვამშღალნოთ, გამოვიჩინოთ ეს სოლიდარობა. თქვენ იცით რომ მაგალითად ჭიათურაში დღეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა ხდება, ადამიანები მათ შორის არიან დაჭეrilები და პოლიტპატიმრებზე როცა ვლაპარაკობთ გაიზარდა ეს რიცხვი პოლიტპატიმრების და მათ შორის ეს ადამიანებიც არიან დაჭეrilები. და როცა ჭიათურაზე ვსაუბრობთ, ხო, გვახსენდება ალბათ შუქრუთი, როცა ეს ადამიანები აქ იყვნენ ჩამოსულები და ნაკლები სოლიდარობა ნახეს. გარდა ამისა, როდესაც პროპაგანდა მუშაობს, პროპაგანდა საწინააღმდეგო მიმართულებითაც მუშაობს, ჩვენ ვისმენდით მათ შორის ჭიათურლებზე, რო თქვათ იქ პირიქით კოცები არიან, არჩევნებში სხვა შედეგი დადეს და მაშინ როცა არჩევნები ყველგან გაყავდა, თურმე იქ არ გაყალბებულა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მათ მიმართაც გამოვიჩინოთ სოლიდარობა. მე მაგალითად სამი შვილი მყავს და ვერ წარმოვიდგენ რომ თქვათ მათ ხედავდე ისინი როგორ სიმშილობენ, ხო და ადამიანები აი ამ ზღვარზე არიან მისულები. მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვაჩვენოთ ეს სოლიდარობა და მათ შორის დავანახოთ აქ როგორი ხალხი დგანან, როგორი სოლიდარული ხალხი დგანან, როგორი მხარდამჭერით ვარ და ეს არ არის ისეთი საკითხი რომ ან ხო რომ ან ვთქვათ პოლიტპატიმრები ან ჭიათურა ან რაღაცა. ჩვენ ამას ვცდილობთ რომ ვაჩვენოთ რომ არანაირი ან აქ არის რომ ყველას მიმართ ვართ სოლიდარულები და პირველი ვინც იბრძვის ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მათ შორის არიან ჭიათურლები. ამიტომ სოლიდარობა ჭიათურლებს და ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივბაძოთ პოლიტპატიმრებს. ნახეთ თქვენ ზვიად ცეცხლაძის გამოსვლა სასამართლოზე, სადაც ის სოლიდარობას გამართქვამს და სადაც ის საუბრობს, რომ ის პრეცედენტი თუ როგორც დაიჭირეს ისინი, შემდეგ როგორ გაავრცელეს ჭიათურლებზე. ნახეთ სხვა პოლიტპატიმრები, თქვათ როგორი სოლიდარულები არიან ერთმანეთისთვის. ამიტომ ჩვენთვის ეს ადამიანები, პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ მისაბაძები ამ შემთხვევაშიც. ამიტომ სოლიდარობა ჭიათურას, სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, გამარჯვება უკრაინას, გამარჯვება საქართველოს და თუ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ ერთიანად. ამიტომ გავიმარჯვებთ საქართველოს. Გავიმარჯვებთ! Bolonge! 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 Bolonge!